ფინანსთა სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმიანება. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით საბიუჯეტო პრობლემებზე გამოთქმული ყველა ვარაუდი მოსახლეობის მოტყუებას ემსახურება. მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ იანვარში იყო DGG-ს ნაკლები შემოსვლა, რაზედაც აიგო ესე ვთქვათ მითი, რომ ეკონომიკა ჩამოიქცეოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ვნახეთ, გუშინ წინ გამოქვეყნდა უკვე ახალი პროგნოზები, როგორც სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის და ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები არის იგივე შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა გაცილებით უფრო ნაკლებად იზრდება წელსაც და მომდევნო წლებშიც, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული. რაც შეეხება გადასახადებს და გადასახადების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ნახა, რომ გადასახადები არის უფრო გადაჭარბებით შესრულებული, უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე დაგეგმილი იყო, მაინც გარკვეულ სახეების მიხედვით ნახეს, რომ ჩამორჩენები იყო და ამაზე კიდევ ერთხელ აიგო, რომ ჩამოიქცეოდა ჩვენი ბიუჯეტი და ვერ მოახერხებდით პენსიების დაფინანსებას, რაც შეიძლება იყოს სასაცილოა. იმპორტის გადასახადში 3 მილიონი დაგვაკლდა, ჩამორჩენა არის და 3 მილიონია დაკლებული, როცა პენსიებში 300 მილიონზე მეც ვიხდით, 100-ჯერ მეც ვიხდით ყოველთვიურად და რა თქმა უნდა სასაცილოა გარკვეული 3 მილიონის გეგმასთან შედარებით დაკლება იძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ პენსიები ვეღარ დარიგდება და ხელფასები ვეღარ დარიგდება, რაც აბსურდია. მინდა უფრო დეტალურად შევეხო გადასახადებსაც, იყო DGG-ზე თავიდან, რომ DGG ვერ სრულდებოდა, თუმცა ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში DGG შესრულდა, ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. შემდგომ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური თხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება, რაც სხვა გადასახადებში შეიძლება ითქვას ეს არის ხელფასთან ერთად, რა თქმა უნდა, კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხდება თავდაპირველად სხვა გადასახადებში და ეს უკვე 15 რიცხვში, მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში და ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის, ამიტომ არ მგონია მსგავსი განცხადებები, რაიმე მიზანმიმართული დეზინფორმაციისგან და რამე სხვას ემსახურებოდეს. რაც შეეხება ზოგადად გადასახადებში, რასაც დანაკლისი გვაქვს, ერთ-ერთი არის რეალურად აქციზი, ამასაც თავისი ახსნა აქვს, რა თქმა უნდა, ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა წელს ძალაში, შესაბამისად ვერ მოხდა იმ რაოდენობის შემოტანა იმპორტზე თამბაქოსი, რაც გასულ წლებში ხდებოდა ხოლმე პირველ კვარტალში, ამასთან ერთად მარაგები იყო გარკვეულწილად კომპანიების მიერ და შესაბამისად ეს დანაკლისი აქციაში რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრული. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის შესრულებას დღის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით გადაჭარბებით არის შესრულებული და ნებისმიერი მცდელობა იმისი, რომ წარმოუაჩინოთ თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება.